სხვა თემებით 15 და 16 თებერვალს რუსთავის სპორტის სასახლემ კიბერსპორტის სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლავს. ამასამდე მოყვარული სპორტსმენი იყო ჩართული. ფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულ სპორტსმენს რუსთავის თასი 2025-ის ფულადი ჯილდო ტურნირის ყველა მონაწილეს კი რუსთავის მერის სპეციალური საჩუქარი გადაეცა. რუსთავის გარდა კიბერფეხბურთის ტურნირები საქართველოს 7 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება და ივნისში მესტიაში დასრულდება. რუსთავის თასი 2025-ში მონაწილეობა მიიღო 300-მდე ახალგაზრდამ. კიბერსპორტი დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში და განსაკუთრებით კიბერფეხბურთით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. რუსთავის სპორტის სასახლემ მისცა ახალგაზრდებს შესაძლებლობა, რომ შეკრებილიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ამ მასშტაბურ ტურნირში. ძალიან დიდი მადლობა ქალაქ რუსთავს იმისთვის, რომ ესეთი დღესასწაული აჩუქა კიბერფეხბურთელებს. ამ დისციპლინის მოყვარულებისთვის ეს მართლა დიდი ზეიმია, იმიტომ რომ ესეთი ყურადღება არ გვიგზნია ჩვენ არასდროს. დიდი მადლობა ამისთვის, რა თქმა უნდა, ქალაქ რუსთავს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ღონისძიების ასე ორგანიზებაში, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბევრი ბრძოლის შემდეგ მოვხვდი ფინალში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო კიბერფეხბურთის ფედერაციას, რომ ესეთ კარგ ტურნირს ატარებს და ჩაატარებს კიდევ ვიცი ბევრ ქალაქში. და წარმატებები მინდა უსურვო ყველას.